საღამო მშვიდობისა, თქვენ ფოკუსს უყურებთ, მე სალომე უგულავო ვარ. დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაზე დაკითხვაზე ელოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა, პროკურატურამ დღეს მას დისტანციური დაკითხვა შესთავაზა ალტერნატივად და ერთკვირიანი ვადა მისცა ამ თემაზე საკუთარი პოზიციის გამოსათქმელად. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და შესაბამისად ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველით. ამას ამბობს საქართველოს პროკურატურა. რამდენად მოსალოდნელია, რომ ექს-პრეზიდენტი დათანხმდეს ამ წინადადებას და სააკაშვილის ერთდროულად 10 საქმეზე დაკითხვასთან დაკავშირებით გამოხმაურებებზე, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოში ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ბლოკში და კიდევ ერთი საკითხი დღეს გადაცემაში, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა და რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსჯის საგანი. გადაცემის სტუმრები პირველ ბლოკში არიან გედევან ფოფხაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და ლევან ბეჟაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ შემოგვიერთდებიან ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან, ნათია იმნაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან და ასევე იურისტი ირაკლი მარგველაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ბატონ ლევან, თქვენ მოისმინეთ პროკურატურის განცხადება დღეს და წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენდა და კვლავ წარმოადგენს. დღეს თქვენი აზრით ის დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას? პირველ რიგში ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურის აბსოლუტურად ორი განსხვავებული განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელ განცხადებაში უკვე აღარ იყო 10 საქმეზე ერთდროულად დაბარების მოტივი. ასევე არ იყო ძებნის გამოცხადების მოთხოვნაზე უარი ჰქონდა დაფიქსირებული პროკურატურას, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ უცხოელების ზეგავლენით მოხდა ამ ფორმულირების შეცვლა. ასევე ცდარი არის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაკავების საფრთხეზე საუბრობს დღეს პროკურატურა, თუმცა დაკავების საფრთხეზე არც ერთ ჩვენ განცხადებაში და არც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში საუბარი არ ყოფილიყო. საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არაპირებდა მიხეილ სააკაშვილი და ასეთ საფრთხე ის გააფრთხილეს ამის შესახებ. გააფრთხილეს, მაგრამ თვითონ ამის გამო უარი არ უთქვია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე. საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგადად ის ერთგვარი ცირკი, რომელიც უკავშირდებოდა ამ პროკურატურის ბოლოდროინდელ საქმიანობას და კონკრეტულად ამ 10 საქმეზე დაბარებას, ამაში არც ნაციონალური მოძრაობა და არც პრეზიდენტ სააკაშვილი მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა, იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ ქვეყნის ინტერესებს აზარალებდა, ზოგადად ქვეყნის საშინაო პოლიტიკას აზარალებდა და ასე შემდეგ. ბევრი მომენტი არის, რის გამოც მე ვფიქრობ და მეც რო ყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილის ადგილზე, არ მივიღებდი მონაწილეობას ასეთ დადგმულ სპექტაკლში. პირველი ის, რომ თავიდანვე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლეგიტიმურობა 10 საქმეზე ერთდროული დაბარების. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც იქნა აღნიშნული. გარდა ამისა, იმ 10 პუნქტიან საქმეებში არის ისეთი საქმეები, რომლებიც აბსოლუტურად ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისითაც ძალიან წინააღმდეგობრივი არის. იგივე ბატონი გედი დამეთანხმება შეწყალების საკითხი, სადაც დღეს დღეს მხოლოდ ეს საქმე ახსენს და ეს საქმე კიდევ მრავალმხრივად სამართლებრივი თვალსაზრისითაც გაუმართლებელი არის ამ მომენტში დაკითხვის წარმოება, იმიტომ რომ პირველი მაგალითად ის, რომ საქმეზე როგორც ვიცი გამოძიება უკვე დასრულებულია, სისხლის სამართლის საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი და ეს ნიშნავს, როცა საგამოძიებო ორგანო აგზავნის სასამართლოში საქმეს, ეს ნიშნავს, რომ გამოძიება დასრულდა, ყველა ასე ვთქვათ საჭირო მოწმეები დაკითხულია, მტკიცებულებები შეგროვებულია და ამის შემდგომ იგზავნება საქმე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განსახილველად და დღეს სახეზე რომ ნახოთ სასამართლოში მოვიძიოთ ეს საქმე, ჩვეულებრივად წარმოებაშია მიღებული და იხილება. გარდა ამისა, დღეს საიას განცხადებაც იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არც პროცედურულ, არც მატერიალურ შეზღუდვებს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტური დისკრეციის უფლება პრეზიდენტის და ამ ხრივადაც განცხადებაშია საუბარი, რომ ეს არ შეიძლება გამოძიების ინტერესისაგან წარმოადგენს ეს. ანუ ამ ხრივად 10 საქმე ახსენეთ და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც იყო საუბარი და დღეს განმარტება გააკეთეს პროკურატურაში
ამასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ ამ საქმეებზე მიმდინარეობს დიდი ხანია გამოძიება და მათ იმიტომ გააცნეს 10-ვე საქმე, რომ წინასწარ ყოფილიყო ინფორმირებული ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი და ასევე თქვეს, რომ სათითაოდ ვერ დაიბარებდნენ მას და სჯობდა, რომ ერთად მომხდარიყო დაბარი. ეს უკვე შემდგომ მოყვა თავის მართლება იმ განცხადებას, რომელიც თავდაპირველად იქნა გაკეთებული. ზოგადად ის, რომ პრემიერს აქვს ამ გამოძიების მასალებისადმი გარკვეული წდომა მითითებებს აკეთებს, ერთ საქმეზე უნდა დაიკითხოს თუ 10 საქმეზე უნდა დაიკითხოს, ასევე მითითება იმაზე Skype-ით უნდა მოხდეს დაკითხვა თუ ადგილზე უნდა იქნას დაბარებული. ამ ხრივ რამდენჯერმე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა განცხადება, აქაც ჩვენ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პრობლემა ინტერესთა კონფლიქტის არსებობს, აღმასრულებელ ხელისუფლებას ისედაც აქვს საკმაოდ სამართლებრივი ბერკეტები კონსტიტუციაზე, პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენისა, ხედულობაში მაქვს ის, რომ თავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და პოლიტიკური ზეგავლენის ალბათობა სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მაღალი არის. და კონკრეტულ განცხადებებში გამოხატული ეს მითითებები თუ რჩევები უნდა აღიქმებოდეს როგორც პრემიერ-მინისტრის ჩარევა საგამოძიებო საქმიანობაში. ეს გარკვეულწილად პრობლემას ქმნის და კარგი იქნება თუ ეს გამოირიცხება შემდგომ საქმიანობაში პრემიერ-მინისტრის. დაგიბრუნდებით, მადლობს ბატონო. ბატონ გედი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი არ დათანხმდება მათ შორის დისტანციურად დაკითხვას, ამის საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს. პრემიერმა ისაუბრა ძებნის გამოცხადებაზეც, თუმცა მან დღეს თქვა, რომ მოვლენებს გაუსწრო. მიმაჩნია, რომ ეს ფორმა საერთოდ რატომ უნდა იყოს იგნორირებული პირის მიმართ, მე ამას ვხვდები, რომ Skype-ით შეკითხვებზე გაცემა ყველანაირად გამორიცხავს იმ ვარაუდს, რაც იყო გამოთქმული მის სავარაუდო დაჭერასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ამას გაუწევ ლევანის ოპონირებას, რომ უბრალოდ მართლა იყო თვითონ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ეს მომენტი ნათქვამი, რომ მან გამოთქვა შეშფოთება, რომ აპირებენ მის დაკავებას და აპირებენ სწორედ პუტინის დავალებით ხელი დაურტყაო პუტინმა. ამ შესახებ გააფრთხილეს მან. ბაროზოს გვარი. არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანი იყო ეს, რომ ასე ვარაუდა და ამასო ჩვენ პუტინის შეკვეთას ვასრულებთ აქ პოლიტიკურად და პროკურატურა უშუალოდ ამის ამსრულებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ეს კითხვის ნიშანი იყო, ეს კითხვის ნიშანი ასეთ ფორმით დაკითხვის დროს ირიცხება, შესაბამისად აღარანაირი საფუძველი არ არსებობს იმისი, რომ ყოფნა პრეზიდენტმა არ გაცეს ამ შეკითხვის პასუხი, მე მგონი უნდა გაცეს და აღარ გახდება ეს არანაირი დავის საგანი, თუ ის ამისაგან თავს შეიკავეს, მე მიმაჩნია, რომ აღარანაირი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ თქვათ ამით ვიღაცა ცდილობს რაც ცირკის მოწყობას, მე არ მიმაჩნია, რომ პროკურატურის მოქმედებები ამ შემთხვევაში ასე უნდა შეფასდეს, იმიტომ რომ გონია, რომ აქვს მას უფლება, ლეგიტიმური უფლება დაუსვას ნებისმიერ მოქალაქის შეკითხვები და ეს შემთხვევა, როდესაც ჩვენ ინსტიტუციას დავაზარალებთ თუ მის ამ უფლებას კითხვის ნიშნის ქვემოთ დავაყენებთ და პოლიტიზირებას მოვახდენთ ამ საკითხის, გონია, რომ ყველაზე სწორი იქნება, რომ ვაღიაროთ ის, რომ პროკურატურამ გარკვეული ესე შიში თუ პრეტენზიები გაითვალისწინა ყოველგვარი აქცენტების გაკეთების გარეშე და შეცვალა მიდგომა ეს ჩავთვალოთ მისი მხრიდან ადეკვატურ საქციელად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილიც ჩემი აზრით ვალდებულია, რომ იმ შეკითხვებზე, რასაც პროკურატურა მას უსვამს, პასუხი გაცეს. თქვენ თუ უშვებთ იმ ალბათობას, რომ ძებნა შეიძლება გამოცხადდეს ყოფილ პრეზიდენტს, რადგან ისაუბრა სამართლებრივი პრემიერ-მინისტრმა, ჩემი აზრით არ უნდა შეუქმნას პრეზიდენტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს, მას აქვს ამის საშუალება, რომ არ შეუქმნას, თუ გაცემს ამ შეკითხვებზე პასუხს, თუ შეკითხვებზე პასუხს გაცემს და ეს პასუხები გაუჩენს საფუძველს ბრალის წაყენების მის მიმართ სამართალდამცავ ორგანოებს, მაშინ შეიძლება თქვათ ესეთი რაღაცა მოხდეს, თორე არ უნდა თვითონ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ უნდა გაკეთდეს ისეთი მაპროვოცირებული ნაბიჯი, რომ ასე ვთქვათ, აი გაბედავს თუ არ გაბედავს სამართალდამცავი ორგანოები ამ ნაბიჯის გადადგმას. თუ მიხეილ სააკაშვილი თვითონ უფრთხილდება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, პროვოცირება არ უნდა გაუკეთოს, იმიტომ რომ ერთ მხარეზე დგას ჩვენი საერთაშორისო იმიჯი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, იმიტომ რომ ამაზე დამოკიდებული ჩვენი ბრძოლის უნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და მეორე მხრივ დგას კანონის უზენაესობა, რომელიც არანაკლები ღირებულების საკითხია. აქედან გამომდინარე, მე მეჩნია, რომ გას ეს კონფლიქტი თქვენი აზრით, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაქცია აფერხებს კანონის უზენაესობას. თუ პირიქით ახალისებს, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და ნაკლები კითხვები დარჩეს. არა, მე აგესეთ რას გულისხმობ.
საკითხი დაისვა ისე რომ ეს ნაბიჯი პროკურატურის მხრიდან იყო პოლიტიკურად მოტივირებული. თუ პოლიტიკური რათა მოტივირებული ნაბიჯი იდგმება იმ მიზნით რომ თქვათ რაღაცა რევანში განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხდება რეალურ მოცემულობად და ასეთად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდი. ჩვენ გამორიცხავდით ამის პოლიტიკურ მოტივაციას, თავიდანვე ვთქვით, რომ აქ არანაირი პოლიტიკური მოტივი არ არის და სამართალდამცავ ორგანოებს აქვს ერთადერთი ამოცანა დაადგინონ იმ საკითხებზე ობიექტური ჭეშმარიტება, რაც იმყოფება ძიებაში და ამ შემთხვევაში სააკაშვილი როგორც ძალიან ღირებული მოწმე თავისი პასუხებით ამ საქმეს ხელს შეუწყობს. ეს იყო ჩვენი პოზიცია. და ისო კითხვის ნიშანი რომ არა კითხვის ნიშნები არსებობს რატომ ამდენ საქმეზე ერთდროულად და რატომ ახლა მე მეჩნია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნა და დღეს უკვე აღარ არის იმის წინაპირობა რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი არიდოს კითხვებზე პასუხის გაცემას. აქ მხოლოდ დაკავებაზე ხომ არ იყო საუბარი იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც ვახსენეთ და ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც გაუსვეს ხაზი იმას რომ რატო ამდენ საქმეზე თან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. არა, ჩემში ეს არ იწვევს რაღაც განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს, იმიტომ რომ მე მეჩნია რომ სიმრავლე საქმეების ამ შემთხვევაში არ არის გამსაზღვრელი, თუ არის კითხვები ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, თუნდაც ეს იყოს ყოფილი პრეზიდენტი, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს და ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ლეგიტიმური უფლება ეს გააკეთონ და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ვალდებულება მათ ამ უფლებას განხორციელებისთვის ხელს შეუწყოთ. მადლობთ ბატონ გედი ბატონ ლევონ ჩვენ ხშირად გვესმის ბატონ გედი არ არის ერთადერთი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან რომ ის არის საქართველოს ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და როდესაც არსებობს კითხვები რატომ არ უნდა გაიცეს ამ კითხვებს პასუხი რატომ არ უნდა გასცეს ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა კითხვებს პასუხი ცალკეული საქმეებია ჩვენ ერთ-ერთი ვახსენეთ ახლა რომელიც ბუნდოვანი საქმე ალბათ თქვენს დამეთანხმებით ბატონ გედი რაც ეხება შეწყალებას, თუმცა აქ არის სხვა გახმაურებული საქმეები. თუ შეწყალებაზე ვისაუბრებთ, მე ვთქვათ, მაგ საკითხშიც შეიძლება რაღაც პრეტენზიები მქონდეს, იმიტომ დისკრეციათ, მაგრამ თუ мотивация დისკრეციის გამოყენების არის განსხვავებული, არა ის რაც შეწყალების დროს უნდა იყოს გამოყენებული. мотивация ამ შემთხვევაში თავარი ფაქტორი არა შეიძლება мотивაციათაც ნუ გარკვეულ გადაწყვეტილებას თავისი мотивация აქვს მაგრამ დასაბუთება ამ გადაწყვეტილების მიღების არ ევალება აი მოდი ასე ვთქვათ რა დისკრეცია ხო არ ნიშნავს მე ვთქვათ მე მაქვს დისკრეცია შეწყალების ხო და მე ადამიანს შევიწყალე არა იმიტომ რომ ჩემ დისკრეცია გამოიყენე არამედ იმიტომ რომ ფული ავიღე ამ შემთხვევაში მე ხო დანაშაული ჩავიდინე ხო ეს უკვე სხვა დანაშაული არის ხო და მე უბრალოდ ვამბობ რომ ის რომ ფორმალურად მას ქონდა დისკრეცია ყოველგვარი мотиваციის გარეშე გააკეთებინა ეს არის ლეგალური დისკრეცია მაგრამ შეიძლება мотиваცია ყოფილიყო და ამ შემთხვევაში мотиваცია შეიძლება ყოფილიყო სხვა დანაშაულის დამალვა ამაზეა საუბარი. თუ შეწყალება მოხდა იმიტომ, რომ იმ ადამიანებს თავიდანვე გაურიგდნენ, რომ მათ უნდა ეთქვათ რაღაცა და იმაზე მეტი არ უნდა ეთქვათ და იყო რაღაცა შეთანხმება და ამ შეთანხმების ნაწილი იყო ყოფილი პრეზიდენტი, მაშინ ეს სამართლის დანაშაული არის, ხო? ხო და ამიტომ თვითონ ეს საქმე პროკურატურას არ განუმარტავს ამ შემთხვევაში არა მე მას ვარ უცნობ იმიტომ რომ ეს არის პასუხი ლევანის მოსაზრებაზე რომ რადგან დისკრეცია აქვს მას ფორმალურად აქვს ფართო мотиваცია შესაბამისად და შეუძლია мотиваციის გარეშეც გააკეთოს მაგრამ ეს мотиваცია არ უნდა იყოს დანაშაულებრივი ხო თუ ეს мотиваცია მე ვარაუდს გამოვთქვავ და მაგიტომ ამბობ რომ შეიძლება სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებითაც და ეს არ არის ცალსახა პოზიცია თუ აქვთ თუ არ აქვთ ახლა მე არაფერს არ ვკარნახობ არავის და კითხვები რო აქ ფაქტია თუმცა ჩვენ არ ვიცით დამოძიება რადგან არის დასრულებული ის ნაწილი არის ერთი ნაწილი მაგრამ შეიძლება კიდე გაჩნდა რაღაცა დამატებითი კითხვა და შეიძლება ამ კითხვის საფუძველზე ახალი საქმე ეხლა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი კაზუისტიკა ვფიქრობ რომ მაყურებელს ნაკლებად დაინტერესებს აქ უფრო ბევრად უფრო სიღრმისეული პრობლემები არის კი ნამდვილად ეხლა საქმეების რომ თუ არსებობს კითხვები რატომ არ უნდა უპასუხოს მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიულ ქვეყანაში თავისთავად კითხვის ნიშანი არავის არ გაუჩნდება რატო უნდა არიდოს ადამიანმა ან ყოფილმა პრეზიდენტმა ყოფილმა თანამდებობისმა რიგითმა მოქალაქემ პროკურატურის კითხვებზე პასუხი რატო არ უნდა გასცეს მაგრამ დღეს ჩვენ აბსოლუტურად სხვა ვითარებაში ვიმყოფებით და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც იყო ხაზგასმული რომ როდესაც იგივე პროკურატურის ორგანოები სასამართლო ორგანოები არ არიან საკმარისი დობით აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან და საკმაოდ მოეყევით მყიფე ასე ვთქვათ ინსტიტუცია
ფუნქციები არის დღევანდელ ჩვენს რეალობაში. გარდა იმისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროკურატურა აბსოლუტურად კანონგარეშედ მოქმედებს ჩვენი შეფასებით და ეს კონკრეტული ფაქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, დღეს მე მგონი საზოგადოების 70%-ზე მეტმა არც კი იცის, ვინ არის დღეს საქართველოში მთავარი პროკურორი. ფაქტია, რომ იურიდიულად მთავარი პროკურორის მოვალეობას ასრულებს ეს ერთი ადამიანი და ფაქტობრივი მმართველი მისი არის ფარცხალაძე, ყველა მიცით, უკვე ეს გვარი რამდენჯერმე კაჩაღობაზე გასამართებული და ასე შემდეგ და დღეს ყველა მიცის მაგალითად პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და საზოგადოებაში ეს ინფორმაცია გავრცელებული არის, რომ ამ ადამიანს ორი სახელმწიფო მანქანა ემსახურება, დაცვა დაყვება, ზის ფინანსურ პოლიციაში პროკურორები მასთან დადიან და საქმეზე მოხსენებებს აკეთებს და მოსმენებს აკეთებს და რეალურად მართავს. ეს არის ის ინფორმაცია არ იმალება, ხო? დღეს საქართველოს თბილისი პატარა არის და ეს ინფორმაცია თავისუფლად მოძრაობს. გარდა ამისა მთელი რიგი ასე ვთქვათ ნიშნები ამ პროკურატურის პოლიტიკური მოტივაციის სახეზე გვაქვს, ხო? იგივე, როდესაც პროკურატურა არ იძიებს ფარცხალაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, როცა ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საჯარო ახსოვლების დეპარტამენტიდან და მას კონკრეტულად ჟანია საქმესთან დაკავშირებით მოსთხოვეს ჩვენების მიცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს საქმე დაწყებული არ არის, არც გამოძიება დაწყებული არ არის. იგივე ჩვენი აქტივისტების თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართული საგამოძიებო პროცედურები, რომელიც ემთხვევა იმას, რომ ამა თუ იმ თბილისში ან რაიონში წარმოადგენთ მაჟორიტარ კანდიდატს და მეორე დღეს იმ ადამიანებს იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, პროკურატურაში და სისხლის სამართლის საქმეების აღძრახდება. იგივე მინდა ბაღდადის მაგალითი შეიძლება, წალკის მაგალითი შეიძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე პრობლემას წარმოადგენს კონტექსტზე საუბრობ, თუმცა ამ შემთხვევაში დისტანციურ ჩვენებაზე საუბრობ. ანუ პროკურატურა ფაქტობრივად კანონგარეშედ არის და ჩვენ არ გვაქვს არანაირი ნდობა ამ ინსტიტუციისადმი, რომ ეს ინსტიტუცია დამოუკიდებლად მოქმედებს და დამოუკიდებლად წარმართავს საგამოძიებო ინტერესს და ობიექტურად საქმეზე, ამა თუ იმ საქმეზე ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს, იმიტომ რომ მთელი რიგი მაგალითები არის ამ ორგანოზე პოლიტიკური ზეგავლენისა, პოლიტიკური დაკვეთებისა და მე მგონი ამაზე საზოგადოებაშიც ასე ვთქვათ გარკვეული ეჭვები უკვე აღარ არის დარჩენილი. უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციებისაც, პოლიტიკოსებიცაც პროკურატურის საქმიანობაში ხედავს კონკრეტულ პოლიტიკურ ნიშნებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ასეთ ინსტიტუციასთან თანამშრომლობაზე, მით უმეტეს ისეთ მყიფე საქმეებზე, რომელიც დასახელებული იქნა, ჩვენ შეგვიძლია თითოეული საქმე გავარჩიოთ და ვნახოთ თუ ამ შემთხვევაში რა არის ინტერესი პროკურატურის, ხო? წელიწად ნახევრის განმავლობაში იგივე ჟვანია საქმესთან დაკავშირებით პრაქტიკულად არსებითი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა და დღეს რაღაც ჰაკიმ ფაშას დადებული ფოტოების საფუძველზე ხდება ერთი აჟიოტაჟის ატეხვა და პრაქტიკულად პოლიტიკური შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლის საგანი გახდა ეს საქმეც. ხო, იგივე ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვა რის საფუძველზე ხდება, ანუ რა ახალი გარემოება, რა ახალი მტკიცებულება ითხოვს პრეზიდენტის დაკითხვას. ეს საზოგადოებას ხო აქვს ლეგიტიმური კითხვა, უნდა იცოდეს რა საკითხთან სურს პროკურატურას პრეზიდენტის დაკითხვა. და ასე შემდეგ. უამრავი კითხვის ნიშნები არსებობს, რომელიც პროკურატურის საქმიანობის უკავშირდება და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესიც არის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოების ყურადღებას მთავრობამ თავისი ასე თქვა ძალისხმევა მოახმაროს სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, მნიშვნელოვან საფრთხებს, რომელიც ქვეყანას დღეს უდგას და არა იმ ასე თქვა პოლიტიკური ბოღმის და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას, რომელიც სამწუხაროდ მთავრობას ნაციონალური მოძრაობის მიმართ აქვს. თქვენს ოპონენტთანაც გადავალ თქვენ პირველად არ მოგისმენთ, რასაც ბატონ ლევანი საუბრობს, არაერთი გარდა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოძახებისა, არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ვნახეთ. თქვენ თუ ხართ პროკურატურის მუშაობით, ასე ვთქვათ, კმაყოფილი და კითხვის ნიშნები თუ გიჩნდებათ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი. ლევანის მე წარმოწყებულ თემასაც შევეხები, იმიტომ რომ პოზიცია ყალიბდება ასე, ხა როგორც მე მესმის, რომ რადგანაც პროკურატურა კონკრეტული ეპიზოდებიდან გამომდინარე ისე იმოქმედა, რომ ეს ჩვენში აჩენს კითხვის ნიშნებს, ინსტიტუციის მიმართ არის უნდობლობა და მოდით თავი შევიკავოთ ასეთ ინსტიტუციასთან ურთიერთობისაგან. ახლა პრინციპულად არ მინდა რომ გადავიტანო თემა იმაზე, როგორი იყო პროკურატურა და რა სტანდარტები ჰქონდა აქამდე, რა სტანდარტები აქვს ახლა, იმიტომ ეს შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს. უბრალოდ მე მაინც მგონია, რომ კატეგორიულობა, რომელთაც ლევანი საუბრობდა, არ არის სწორი. მე
როცა ოპოზიციაში ვიყავი პროკურატურის მიმართ ქონდა ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება და მიმაჩნდა რომ მაშინაც ფორმალური იყო ბევრი თანამდებობისპირი პროკურატურაში და სხვა ადამიანები ასრულებდნენ მათ მაგივრად რეალურად იმ მოვალეობებს რაც თავად პროკურორს თუ სხვა მაღალ თანამდებობისპირებს ჰქონდათ პროკურატურაში, მაშინაც ბევრი ფორმალური თანამდებობისპირი იყო, რეალურად სხვა რაღაცა ხდებოდა, პოლიტიკური შეკვეთები იყო და იყო ტერორი, რომელსაც პროკურატურა ხელმძღვანელობდა, სტანდარტიც ცოტა განსხვავებული იყო, იქ პროკურატურაში დაკითხვას თუ მიხვიდოდი, ვეღარ წამოხვიდოდი. და სასამართლოშიც პირობებს თქვათ ორთვიანი ეს პატიმრობა ეს იყო ის სტანდარტი, რომელსაც ვერ გადაურჩებოდა ვერავინ. არც ბრალელობაზე პრაქტიკულად საუბარი არ ღირდა იმ დროს, იმიტომ რომ 95 თუ 99% გამომტყუნებელი განაჩენები იყო და ორი არჩევანი ჰქონდა ან მაინც გასულ პერიოდზე საუბრობთ. ხო, მაშინდელი პროკურატურა პოლიტიკურ საქმიანობაში და პოლიტიკურ ლიდერების წინააღმდეგ კამპანიაში ნამდვილად არ ერთვებოდა არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი შენთვის ეს არაა ცნობილი, მაგრამ გენერალური მდივანი დაუკავებიათ. გარწმუნებ რომ ძალიან აქტიურად ერეოდა და არ არის შენთვის ცნობილი მე გარწმუნებ მაგაში რომ ძალიან აქტიურად ერეოდა პოლიტიკურ პროცესებში და შერ შემთხვევაში მართავდა ამ პროცესებს და პოლიტიკურ ტერორის ნაწილს მაშინ მაყურებელს გვისმენს რომელსაც აინტერესებს. ახლა მე კონკრეტულ შემთხვევებს არ დაუბრუნდები, იმიტომ რომ მე თვითონ მქონდა შეხება მათ საქმიანობასთან და ახლა ნამდვილად არ მინდა ყველაფრის გახსენება და დღევანდელ პროკურატურაზე საუბრობთ და თქვენი ოპონენტების მხრიდან ინსტიტუციონალური კითხვის ნიშნები არ არის ჩემი აზრით საფუძველი, რომ თქვათ რომ აი ეს ინსტიტუცია აღარ იმსახურებს თანამშრომლობის უფლებას, იმიტომ რომ არის პოლიტიზირებული. ყველა შემთხვევაში მაშინაც პროკურატურა იყო პროკურატურა და ჰქონდა თავისი ლეგიტიმური უფლებები, რას არღვევდა და რას არ არღვევდა სხვა საკითხია. დღესაც პროკურატურას აქვს თავისი ლეგიტიმური უფლებები. მე შეიძლება რაღაცა კონკრეტული არ მომეწონოს და მზათა ვარ ამ კონკრეტულთან დაკავშირებით კრიტიკულიც ვიყო შეფასებებში, მაგრამ თლიანობაში დღეს არის ამისი მოთხოვნა და ეს არ არის პოლიტიკური შეკვეთა, რომ პროკურატურამ თუ 9 წლის მანძილზე მაღალ ჩინოსას ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ამაზე პასუხი აგებინოს მას. მიმაჩნია რომ მაშინ იმ პერიოდში იყო გარკვეული სოლიდარობა პროკურატურასა და იმ მაღალ ჩინოსნებს შორის, იყო სრული პოლიტიკური თანხმედრა, არ გამორიცხავ ეხლაც მსგავსი რაღაცა იყოს და თქვათ რაღაცა მაღალ ჩინოსნებს ეხლაც ჰქონდეს რაღაცა პოლიტიკური იმუნიტეტი, მაგრამ ზოგადად უნდა გამორიცხოთ მსგავსი პოლიტიკური იმუნიტეტი არც ეხლანდელი ჩინოვნიკის ფარცხალაძის შემთხვევაში მახსენა ბატონმა ლევანმა რატომ არ მოხდა ამის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ფარცხალაძემ გაიყვანეს ცნობილი განცხადება. ზეწოლა მოახდინა მასე და იყო თუ არა საფუძველი იმისა, რომ დაწყებულიყო მის წინააღმდეგ დადგენილ ფაქტად მივაჩნია ჩვენ რომ არ საუბარი ამაზე გამოძიება რატომ არ დაიწყო. ნებისმიერი ზეპეშეთკვერი განცხადება არის სიხლისამართლის საქმის აღძვის საფუძველი, ხო და არა მარტო ვანო მერაბიშვილმა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკეთეს განცხადება, რომ უნდა დაწყებულიყო ამ თემასთან დაკავშირებით. არ ვიცი მე ახლა ეს ჰაკიმ ფაშას აქტუალური კონკრეტულ პროცესს პროკურატურა არიძიებს, როგორ მოხდა ეს ვიდეო საჯარო სივრცეში, გვაქვს თუ არა საქმე შერჩევითობასთან. საგამოძიებო საქმის მასალები. ცით რა შეესაქმე, ახლა მე არ მინდა უბრალოდ კატეგორიული ვიყო. თუ თქვენ საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს, რომ საქმიანობაც არის მეთვალყურება კატეგორიულობა არ მინდა, არა იმიტომ რომ თქვათ მე ჩემი აზრი არ მაქვს, არამედ იმიტომ რომ ეს კატეგორიულობა ვარაუდებზე დაფუძნებული კატეგორიულობა არც შემთხვევაში ობიექტური არ იქნება. თქვათ მე მაქვს იმის საფუძველი ვივარაუდო, რომ ანუ მერაბიშვილმა პოლიტიკური мотиваციით წამოწია ეს თემა და რეალურად მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. თქვათ მაქვს ამის საფუძველი, ასე ვივარაუდო. ხა, თუნდაც ამის გამოს არ იცხათ. ლევან, იცი რა შეესაქმე, მე მგონია რომ ასე შეკითხვები შეიძლება ძალიან ბევრი დაისვას და პროკურატურას მოუწევს მარტო მაგ თემებზე მუშაობა. მაშინ როდესაც რომ გამორიცხოს რაღაცის პოლიტიკური ვარაუდები. ეს არგუმენტები ჩვენ ის თემა რაზეც პროკურატურამ არ ჩათვალა საჭირო ამ საქმეზე გამოძიების. მეც მაგალითად არ მიმართავდი რეკომენდაციით პროკურატურას რომ გამოძიება ჩაეტარებინა, იმიტომ რომ მეც ჩავთვალე რომ მაშინ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა პოლიტიკური мотиваცია ასე მოქმედა და გარკვეული აჟიოტაჟი შეექმნა. არ ვდები რამდენად საკმარისია, იმიტომ რომ თქვენს ოპონენტებს სხვა ვარაუდი აქვს. იმაშია რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას
მარტო ზეპის სიტყვის განცხადების საფუძველზე შეიძლება, მაგრამ ვალდებულება არ არის სამართალდამცავი ორგანოების ეს გააკეთოს. თუ ის არ ხედავს რეალურად იმის საფუძველს, რომ აქედან რაიმე სამართლებრივი შედეგი დაიდება და მაინც აღძრავს, ასე იმდენი სისხლის სამართლის საქმე აღძრება ამ ქვეყანაში, რომ უბრალოდ ვერ შეძლებს ყველა ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძებას ვერც ერთი სამართალდამცავი ორგანო. მე მიმაჩნია. იყო ეს ესეთი საქმე. არსული თემა და არ მინდა ამაზე ყურადღება. მე მიმაჩნია, დღეს არის პოლიტიკური ხელოვნურად შექმნის ცდელობა არის და ჩემი აზრით ეს პოლიტიკური მოტივაციები არ უნდა იქნებოდეს, თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის შეკითხვები, მან ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა გაცეს და აი ეს არგუმენტაცია, რომ ჩვენ არ ვინდობით სამართალდამცავ ორგანოებს და ამიტომ პასუხს არ გავცემთ, ეს არ არის ჩემთვის ლოგიკური არგუმენტაცია. შენი პასუხი გაეცე სტრუქტურას, ინსტიტუციას და არა იქ პერსონალებს. ეს ოქმის ფორმით ფიქსირდება და შენ სათქმელს ამბობ. ახლა მე თუ ვიტყვი მე ამ ინსტიტუციას არ ვენდობ, იმიტომ რომ მე მაგიტო დავიწყე ძველზე საუბარი, თორემ მე აქ ნიშნის მოგებით არ ვისაუბრე. თუ შენ ინსტიტუციას არ ენდობ, ამ შემთხვევაში არასახელმწიფოებრივად აზროვნებ. თუ შენ პერსონალებს არ ენდობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოცხადდა სახელმწიფო სტრუქტურაში. ახლა მე შეიძლება მოსამართლე არ მომწონდეს და კონკრეტულად თქვა, რომ აცილება მიეცით ამ მოსამართლეს, ამიტომ. თუ ეს მოსამართლე თვითონ აცილებას არ აძლევს თავისთავად, მე თუ სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და მინდა რომ ლეგალური სივრცის ნაწილი ვიყო, მე ვრჩები ჩვეულებრივად პროცესზე ვაგრძელებ ამის მონაწილეობას. იმის გამო რომ მე არ მომწონს კონკრეტული მოსამართლე, ან არ მომწონს კონკრეტული პროკურორი, ან არ მომწონს თქვათ რაღაცა პოლიტიკური სივრცე, ჩემ მოქალაქეობაზე ვარს ვერ ვიტყვი. ჩემი მოქალაქეობა ეს არის გაცილებით უფრო მაღალი სამართლებრივი ღირებულების მატარებელი ჩემთვის, ვიდრე ის დროებით პოლიტიკური რეალობა, რომელიც არის შექმნილი. ლევანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ დღევანდელი პროკურატურა არის პოლიტიზირებული, მე მიმაჩნდეს, რომ გუშინდელი პროკურატურა იყო უფრო მეტად პოლიტიზირებული და დღევანდელის მიმართ მქონდეს შეკითხვები, მაგრამ გუშინდელის მიმართ უფრო მეტი მქონდეს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ პერსონალიები უნდა უკან გადავწვიოთ, ინსტიტუციების მიმართ უნდობლობა პერსონალიების გამო არ უნდა დომინირებდეს და შეკითხვები რომელიც ჩვენს მიმართ ისმება, ინსტიტუციის მიმართ მაინც პასუხგაცემული უნდა დარჩეს, ხოლო პერსონალების მიმართ უნდობლობა ყოველთვის შეიძლება გქონდეს. ბატონ ლევან, თუ პასუხებთ და სხვა საკითხზე მინდა შემდეგ გადასვლა. თავისთავად პერსონალიებზე აქ საუბარი არის. საუბარი არის სწორედ რომ ინსტიტუციონალურ უნდობლობაზე და ამ სამწუხაროდ პროკურატურის საქმიანობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აი მის ნათელი დადასტურებაა, როცა პრაქტიკულად ნაციონალურ მოძრაობაზე, მის აქტივისტებზე, ყოფილ თანამდებობის პირებზე სწორედ პოლიტიკური მოტივებით ხდება შეტევა და თუმცა მეორე მხრივ იგივე ბატონ კონკრეტული მაგალითებია, იგივე თქვა ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით, ხო? 5 ბრალდება აქვს წარდგენილი. 5 აქედან 4 ბრალდება სასამართლოში ჩამოიშალა, ყოველი სასამართლო გამამართლებელი სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ მოყვებოდა ახალი ბრალდებები. ანუ ხელახლა ხდებოდა საქმეების ფაბრიკაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეების განხილვა სასამართლოში გაჭიანურებული იყო და პატიმრობა შეფარდებული იყო და აშენდა და უამრავი მაგალითი იგივე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი და არც ერთი კონკრეტული მოწმის ჩვენება, რომელიც გაამტყუნებელ განჩეს საფუძვლად დაედებოდა, მე იქ ვერ მოვისმინე, მაგრამ სამწუხაროდ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. იგივე სხვა აქტივისტებთან დაკავშირებით, გამგებლების მოადგილეები დღეს, როცა იგივე მერიის თანამშრომლები მერია ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში მთავრობის თომას ვერ ატარებს, მხოლოდ იმიტომ, რომ კორომი არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურების ხელმძღვანელები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაკითხვაზე დადიან ჯგუფ-ჯგუფად, ხან მთავარ პროკურატურაში, ხან ფინანსურ პოლიციაში და ეს ადამიანები არიან ის კანდიდატები, რომლებმაც არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და მაჟორიტარი კანდიდატები, ზოგი სის კანდიდატები და ასე შემდეგ და ხდება როგორც მერიის საქმიანობის პარალიზება, ასევე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის საქმიანობის ჩავარდნა ხო და ხელშეშლა. აქედან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ, რომ ეს ორგანო გადაიქცა ერთგვარით პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ხელისუფლების ხელში და როცა საუბრობთ პრეზიდენტის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე, აქ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ როგორც ექსპერტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ პროკურატურამ უნდა გამორიცხოს სწორედ და ისეთი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიების ობიექტურობიდან, ჭეშმარიტების პრინციპებით ხელმძღვანელობს და არა რომელიმე კონკრეტული დაკვეთებით. როცა ჩვენ ხედავთ იგივე პროკურატურის განსხვავებულ განცხადებებს, ჯერ ერთი განცხადება იყო, როცა 10 საქმეზე ერთად იბარებდნენ დაკითხვაზე, საუბრობდნენ დაპატიმრებაზე და ასე შემდეგ და შემდგომ როცა უკვე უცხოელების ზეწოლით იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით გარკვეული, ასე ვთქვათ,
შენიშვნები მიიღეს, ამ განცხადების შემდგომ ხდება კორექტირება და უკვე შეთავაზება არის Skype-ით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით დაკითხვაზე მოწვევის. პროკურატურა იქ საუბარი იყო, რომ თუ უარს განაცხადებდა, მაშინ აღეძებოდა საქმე და ასე შემდეგ და ასე. ამიტომ, როცა ესეთ კონკრეტულ ფაქტებს ხედავ, თუნდაც იმაში, რომ პროკურატურას პოზიციაც მერყევია, ჯერ ჩვენ ნახეთ აბსოლუტურად სხვა განცხადება და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც ასე ვთქვათ, უკან დახევას წარმოადგენს პოზიციები პროკურატურის პოზიციიდან, გარკვეულწილად პოლიტიკური კონიუნქტურაც გათვალისწინებული იყო, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურაც იყო გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველი განცხადება აბსოლუტურად სხვა მიზნებს ემსახურებოდა პოლიტიკური მოტივაცია საქმიანობაში. თქვა, რომ მან მოვლენებს გაუსწრო, როდესაც ისაუბრა პრაქტიკულად მიუთითა პროკურატურას, რომ თურმე დილას გააკეთა მან პრემიერმა განცხადება, რომ თურმე შეიძლება სხვა ტექნიკური საშუალებებითაც პრეზიდენტის დაკითხვა და საღამოს ვიღებთ პროკურატურის ბრიფინგს და იგივეს იმეორებს, რაც პრაქტიკულად დილას პრემიერმა გააჟღერა და ასე შემდეგ. პრემიერის მითითებებით თუ რა საქმეებზე უნდა დაიწყოს გამოძიება, იგივე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არაერთი განცხადება პრემიერის, ნათლად მიუთითებს, რომ პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი პროკურატურა დღეს არ არის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტთან მიმართებაშიც სწორედ რომ პოლიტიკური მოტივაციით ხდება პროკურატურის ნაბიჯების წარმართვა. ბატონ გედი, თქვენთვისაც მინდოდა მეკითხა, თავდაპირველად პრემიერი უფრო ხისტი იყო და მან ისაუბრა, რომ თუ პრეზიდენტი ყოფილი არ გამოცხადებოდა დაკითხვაზე, მაშინ ძებნა გამოცხადებოდა მასზე, თუმცა დღეს ვნახეთ სხვანაირი განცხადება. თქვენი აზრით ეს საერთაშორისო რეაქციამ გამოიწვია? პრემიერი არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უფლება გააკეთოს საჯარო განცხადებები, ეს რამდენად აისახება სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი მოქმედების ხარისხს, მათზეცაა დამოკიდებული, მე მიმაჩნია, რომ მეც მაქვს. თუმცა ეს სამართლებრივი პროცედურა ძებნის გამოცხადება და არა პოლიტიკური. არა, მე გულისხმობ საჯარო პოლიტიკურ განცხადებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო აი ამ მოვლენებთან. მიმაჩნია, რომ აპელირება ახლა იმაზე, რომ პროკურატურა პოლიტიზირებულია და ამიტომ მასთან თანამშრომლობა არ შეიძლება, უკვე ნიშნავს იმას, რომ უმზადებთ მიხეილ სააკაშვილის არგუმენტაციას თუ რა ვიცი გამართლებას მისი შესაძლო არის თქმისა, რომ Skype-ით გაიაროს დაკითხვა. ყველა შემთხვევაში ეს არასწორი იქნება. თუ მიხეილ სააკაშვილი თავს შეიკავებს, რომ კითხვებზე პასუხი გაცეს, ამით ის ხაზგასმით ამბობს, რომ ეს კანონზე მაღლა დგას. ეს არასწორია ყველანაირად სახელმწიფოებრივი ეს თქვათ ეხლა ამ შესახებ თქვენ უკვე თქვით პრემიერის შესახებ გეკითხები თავი არაურირებია პრეზიდენტ სააკაშვილს კონკრეტულ კითხვებზე, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად კონკრეტული მაგალითი მივიცით იგივე ომის საკითხების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, როცა საპარლამენტო კომისიას ნიუანსია ის კომისია ჩემი აზრით ეს თემა შორს წაგვიყვანს ის კითხვები რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა ყოველთვის მე მგონი პოლიტიკურ ნიშნის მოგებას აქვს ვიდრე იმის რეალურ საჭიროებას რომ არ გაცეს. საერთაშორისო რეაქცია მხოლოდ არ გამოიწვია პოზიციის შერბილება, რაზეც ბატონ ლევანს საუბრობს იგივე. იცით რა, მე არ ვიმაჩნია, ამაში პრობლემას ვერ ხედავ, რომ თუ თქვათ მე რაღაცა მომენტში მაგ ხისტი პოზიცია და მე თუ საერთაშორისო ლევანმა რომ დამისაბუთოს რომ ეგეთი შემაგაში არ ახარ მართალი და მითხრას რომ ეს შენი სიხისტი რაღაცა თვალსაზრისით არის. თქვენ არ ხართ არც პროკურატურის წარმომადგენელი. მე პირობითად ვამბობ, რომ ეს არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომელსაც მე ვისალმები და მე ვერ ვხედავ მაგაში სისუსტეს. მაგრამ სისუსტეზე არც არის. არა, თუ საერთაშორისო ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო დონეზე აყენებენ საკითხს, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებში არ უნდა იყოს პოლიტიკური мотиваცია და ვიღაცას ამის ილუზია ექნება და აპელირება მოახდინა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ამათ პოლიტიკური мотиვი აქვს, თუ ჩვენ ამას გამოვრიცხავთ შესაბამისი ადეკვატური ქმედებებით, მე არ ამგონია, რომ ამ ეს სადავო იყოს ვინმესთვის და ეს ცუდ საქციელად ჩაგვეთვალოს, რომ ჯუტად დავრჩეთ რაღაცა ხის პოზიციაზე, ეს უკეთესი იქნება ჩვენი მხრიდან. მე სწორად არ მიმაჩნია ასეთი მიდგომა. მე არ ვეძებ მიზეზებს, რატო თქვათ დგავთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ ორიენტირებული იყოთ შედეგზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ხაზი გაუსვათ იმაზე, რომ ჩვენ არავის პოლიტიკური დევნა არ გვინდა და მithumedes დაჭერას არავის არ ვაპირებთ და გვინდა კითხვებზე პასუხის გაცემა, აი ამაზე ხაზი გაუსვათ, შევთავაზოთ ის პროცედურა, რომელიც ამაზე კითხვის ნიშნებს გამორიცხავს, ოღონდ გაგეთდეს ეს იმისათვის, რომ შესაბამისად არ გაღრმავდეს ეს კითხვები, არ დაისვას კიდე საკითხი, რომ ახლა აქამდე იმიტომ არ გაძლევდი პასუხებს, რომ დაჭერას მიპირებდი და პუტინისთვის შეკვეთის შესრულებას და ახლა იმიტომ არ გაგცემ პასუხს, რომ საერთოდ შენ რა პასუხის ღირსი ხარ, შეპოლიტიზირებულო და არა ობიექტურო. აი ეს არ არის სწორი ფორმულირებები ერთმანეთთან ურთიერთობის. გაგვიჭირდება
უბრალოდ კომუნიკაცია ერთმანეთთან. უბრალოდ შესწორება გედი რომ თავიდანვე დაკავების საფრთხეზე საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში არ იყო. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას აი ამ რაღაც პოლიტიკურ შოუში, რომლის დადგმასაც ხელისუფლება თუმცა იმ შემთხვევაში რომ ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ასეთი მოტივაცია შეიძლება არსებობდეს პროკურატურის როგორც ინფორმაცია მიღებული ინფორმაცია ისე არ არის. ახლა საუბარი იმაზე რომ იცით მე თქვენ არ მომწონ ხართ, არაობიექტურები ხართ, ამიტომ პასუხს არ გაგცემთ ხო? ეს რეალურად მოწმეს ასეთი უფლება არ აქვს. თუ მე მოწმის სტატუსით ვინმე დამიბარებდა და დაუბარები ვარ ძველ ხელისუფლებას მოწმის სტატუსით მე მივსულ ვარ ბრალიც წაუყენებიათ ჩემთვის მე ასე ვთქვათ ძალიან სიღრმისეულად არ განვითარებულა ეს საკითხი მაგრამ ბრალი დაგენებული მაქვს მაგ ძველი ხელისუფლების პირობებში და კითხვებზე პასუხი გაცემული მაქვს მე ვერ ხვდები უბრალოდ რატო დღეს სააკაშვილმა არ უნდა გაცეს პასუხი და მე რატო გავეცი მაშინ პასუხი მარტო ის რომ ის პრეზიდენტი იყო და მე არ ვიყავი პრეზიდენტი რატო ამასთან ეთერში ვთქვი რომ აი თუ სააკაშვილი დაადასტურებს რომ ის რომ დაიბადა დეზებით დაიბადა მაშინ მე თანახმავარ რომ იმან პასუხები არ გაცეს კითხვებზე მაგრამ ის რომ ის პრეზიდენტი იყო ეს მას არათავისუფლებს ამალდებულებს ძალიან ცოტა დრო გჭირ ბატონო შეკითხვებს საერთაშორისო დონეზე ეს ალტერნატიული წინადადება თქვენი აზრით იმის შესახებ რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან ზოგადად შეკითხვებს მოხსნის იგივე საერთაშორისო მასშტაბით თუ კი მთავრობა და ზოგადად პროკურატურა ასე ვთქვათ თავის ძალისხმევას მოახმარს იმ პრობლემებს რომელიც ქვეყანას აქვს და იმ საქმეებს რომელიც ათასობით იგივე პროკურატურაში იმყოფება უამრავი განცხადება არის უამრავი დანაშაული ხდება საზოგადოებაში ყველა გრძნობთ რომ კრიმინალის დონე საკმაოდ მომატებული არის და ზოგადად სხვა პრობლემების მიმართ თუ მოახდენს ძალების კონცენტრაციას მთავრობა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ბევრად უკეთეს იქნება და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სწორედ ამაზე იყო საუბარი რომ კარგი იქნება თუ ახალი ხელისუფლება ასე თქვა თავის ენერგიას მოახმარს ქვეყნისათვის იმ გამოწვევებზე რომელიც დღეს ქვეყანაში არის იგივე ევროატლანტის პრეზიდენტის საქმეზე თუ მოხსნის პროკურატურის ალტერნატიული შეთავაზება რომ დისტანციურად დაკითხონ ის შეკითხვები ის პოლიტიკური ასე თქვა мотиваცია რომელიც ამ საქმეების წამოწყებას და ასე თქვა ამ დაკითხვებს უკავშირდება ჯერჯერობით მოხსნილი არ არის იგივე ქვეყნის შიგნით ჩვენ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ პროკურატურის საქმიანობის ლეგიტიმურობას ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში კიდევ ბევრი ასე ვთქვათ კითხვის ნიშანი უნდა მოიხსნას თუ კი პროკურატურას უნდა რომ მართლა ასე ვთქვათ ობიექტურ საგამოძიებო ორგანოდ ჩამოყალიბდეს და არ იყოს შემსრულებელი იმ პოლიტიკური დაკვეთების რომელიც მთავრობიდან მოდის. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით კონკრეტულად აი ამ განცხადებით ახლა მე ვერ ხედავ რაღაც ფონი მოხსნელია. ზოგადად ეს კეთდება იმიტომ რომ მათ მიიღეს საკმაოდ მკვეთრი პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზული კითხვის ნიშნები გაშდა იგივე ჩვენი საზოგადოების შიგნით ამ საქმიანობის პროკურატურის საქმიანობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ეს იყო გარკვეული უკან დახევა პროკურატურის მხრიდან. ნახოთ ჩვენ კიდე დავაკვირდებით მოვლენებს და ბუნებრივია აი მოვლენების და კვალდაკვალ ვიმოქმედებთ. დიახ ბატონო, გეთ თუ კომენტარს გააკეთებთ და ჩვენი პირველი ბლოკი ამით დასრულებულია. არა, უბრალოდ მე მესმის ლევანის პოზიცია, რაზეც აქცენტები გეთდება, უბრალოდ მე მაინც მგონია რომ ამაზე აქცენტირება არ იქნება მიზანშეწონილი და ჩვენ უნდა გქონდეს ის ინტერესი ყველას, რომ გამორიცხოთ ის რომ აღალჩინოსნები გარკვეული ფორმით რაღაც არგუმენტაციით თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და შეკითხვებზე პასუხის გაცემას კი არა თუნდაც ნებისმიერ სხვა პასუხისმგებლობას რომელიც მათ სახელმწიფოებრივი საქმიანობის დროს შეიძლება გაჩენილიყო მე მგონია რომ ასეთი კითხვის ნიშნები არავინ არ უნდა დატოვოს და ჩვენ ხვალინდელი დღე უნდა კონდეს მაგის განცდა რომ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და ჩვენს მიმართ დასმულ შეკითხვებზე მოგვიწევს ძალიან მკაცრად პასუხის გაცემა. მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილმა არ უნდა მოახდინოს აპელირება იმაზე როგორია პროკურატურა, არამედ უნდა გაცეს პასუხები ფაქტობრივად საზოგადოებას და ის ოქმის ფორმით ფიქსირდება, არავინ მის სიტყვებს რა თქმა უნდა არ შეცვლის, რა კითხვაც არის, იმაზე პასუხი უნდა გაცეს და აპელირება ნებისმიერ სხვა გარემოებაზე იქნება არასწორი.
ძალიან დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა მაყურებელს, რომელიც ჩვენთან ერთად არის. ამით გადაცემის პირველი ბლოკი დასრულებულია. ჩვენ ამავე თემაზე მეორე ბლოკში გავაგრძელებთ საუბარს და ასევე იმ თემაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა. დღეს გახდა ეს საკითხი აქტუალური და დაპირისპირების საგანი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ შემოგვიეცდებიან ნინო ლომჯარია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან, ნათია იმნაძე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან და ასევე იურისტი ირაკლი მარგველაშვილი. არ გადართოთ, დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან ნინო ლომჯარია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან და ნათია იმნაძე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ასევე ჩაგვერთვება ირაკლი მარგველაშვილი, იურისტი. მოგვიანებით ჩვენ საუბრობთ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვებზე, დაბარებასთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე ერთი საკითხი ნინო თქვენგან დავიწყებ საუბარს. დღეს რატომაც აქტუალური გახდა ეს საკითხი, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და გახდა მათ შორის დაპირისპირების საგანის. თქვენ როგორ თვლით და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებთ? იქნება თუ არა არაკონსტიტუციური თუ პრემიერი მე მგონი იქნება, იმიტომ რომ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ეს ფაქტიურად ანუ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა არის ის ერთ-ერთი სფერო, რაც პრეზიდენტს დარჩა კონსტიტუციური რეფორმის შედეგად. ანუ ბევრი რაღაცა დელეგირება მოხდა პრემიერ-მინისტრს და მისი ძალაუფლება გაიზარდა, თუმცა საგარეო ურთიერთობებზე წარმომადგენლობა და ხელმოწერა ხელშეკრულების მათ შორის კანონების ხელმოწერა ეს პირდაპირ ამის უფლებამოსილებებში, რომ ის აწერს ხელს ხელშეკრულებებს და ამიტომ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ ვერ მივადევნე თვალყური რატო გახდა ესა და რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას, თუმცა კონსტიტუციაში ეს პირდაპირ წერია. უბრალოდ ეს ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა პრემიერსა და პრეზიდენტის შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხი, სხვადასხვა საკითხებზე იგივე მოქალაქეობის თემა იყო და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეხლა მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა და ალბათ ამ ჭრილშიც მოხდება იმედია ამ საკითხების დარეგულირება. ფაქტია, რომ ეს ვითარება ჩვენთვის უცხოა, ძლიერი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან ერთად და არსებობს გარკვეული სამართლებრივი ბუნდოვანებები. როგორც აღმოჩნდა, ამას თავის პოლიტიკური სარჩულიც აქვს. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ვეტოს საკითხი. იყოს მათ შორის ძალთა რაღაცა გადანაცვლოს თქვა. თქვენთვის თუ არის ეს ცალსახადღეს დავის საკითხი გახდა და იმიტომ გეკითხებით, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი? საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა და ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცაა გაურკვეველი, რომ მაშინ როცა მოსახლეობის ალბათ 90%-ს თუ მეც არა არ ესმის ბოლომდე რა არის ასოცირების ხელშეკრულება, დავობთ იმაზე გლახაკი და ქილაერბოსავით, ვინ უნდა მოაწეროს ხელი რაღაცას, რაც შემოდის ჩვენ სამართლებრივ და ყოველდღიურ სივრცეში და რაც იმედია რადიკალურად შეცვლის დროთა განმავლობაში ჩვენ ცხოვრებას, ხო? ამაზე უნდა იყოს ახლა დებატები, ამაზე უნდა იყოს რაღაც კამპანიები საინფორმაციო და ამ დროს ვდავობთ რაღაც გადანაწილებაზე და ვდავობთ იმაზე, რაც საკმაოდ რთულ რეგიონულ კონტექსტში ხდება თან ეს ყველაფერი და დაჩქარების იმედი გვაქვს. მაგრამ კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აწერს ხელს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. მორჩა. აქ სადაოც არაფერია. უფლებამოსილება, არა, უფლებამოსილება აძლევს ზუსტად კონსტიტუცია მას პრეზიდენტს. ანუ ამ შემთხვევაში თქვენთვის ცალსახაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს იგივე ვერ გავიგე რატომ გახდა აია ფანჯიკიძე საუბრობდა, რომ ლოგიკურია, რომ პრემიერმა მოაწეროს, ასე ალექსი პეტრიაშვილი იყო პირველი, ვინც დღეს თქვა, რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი აწერს. ლოგიკური რას ნიშნავს?
ამ შემთხვევაში მთავრობასთან შეთანხმებები ახლა ამაზეა საუბარი, თუმცა ზოგი თulis რომ არ ნიშნავს რომ აპრიორი პრეზიდენტი ნიშნავს რომ პრეზიდენტი აწერს ხელშეკრულებას. ახლა გადავიდეთ დაკითხვის თემასთან დაკავშირებით, ცოტა უცნაური ამ რეგიონულ კონტექსტში, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებიდან მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც ეს ხდება სადავო შესაძლოა აქ მართლაც იყოს გარკვეული პოლიტიკური სარჩულიც დაპირისპირების, იმედია ეს აღარ იქნება დაპირისპირების საკანი. გადავიდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების თემაზე. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ახალი შეთავაზება საქართველოს პროკურატურიდან, რაც ეხება დისტანციურ დაკითხვას პრეზიდენტის, ასევე მათ დღეს ახსენეს მხოლოდ ერთი საქმე, განსხვავებით წინა განცხადებიდან, როდესაც 10 საქმეზე იყო საუბარი, საქმე ეხება შეწყალებას გირგვლიანის საქმეზე. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ეს ალტერნატიული წინადადება და გააქარწყლებს თუ არა აიჭვებს იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, რის შესახებაც იყო საუბარი. ამ საქმეების ჩამონათვალში ყველაზე გაურკვეველი, რა თქმა უნდა, არის გირგვლიანის საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის მცდელობა შეწყალებისთვის. იმიტომ რომ რამდენადაც ახლა თავის დროზე და დღესაც შეგვიძლია ვიდაოთ და ყოველას ჩვენი აზრი გვაქვს იმაზე მორალური თვალსაზრისით და სხვა თვალსაზრისით შეეძლო და უნდა შეეწყალებინა თუ არა პრეზიდენტს ეს პირები, რა თქმა უნდა, ამას ერთმნიშვნელოვნად ისევ და ისევ კანონი და კონსტიტუცია მას აძლევს უფლებას, რომ თვითონ გადაწყვიტოს, ვინ შეიწყალოს და ვინ არა. და ამაზე არანაირი სისხლის სამართლებრივი ან სხვა ერთადერთი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც უკვე დადგა. ხომ? საქართველოს უკვე ექს-პრეზიდენტის ის ერთადერთი პასუხისმგებლობა უკვე მან იკისრა და აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. დანარჩენი ხა პროკურატურას შეწყალებასთან არაფერი არ ესაქმება. და ეს გრძელი ჩამონათვალიც, რა ვიცი, ერთად დადგა აუცილებლობა და საჭიროება ყველა საქმეში, რომ დღეს იქნეს დაბარებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და დაიკითხოს აი ამ ყველა საქმეზე, ხო, რაღაცა ცოტა უცნაურად. ახლა ამ თემაზე მათ განმარტება გააკეთეს, რომ სჯობდა ერთად დაებარებინათ, ვიდრე ცალ-ცალკე სხვადასხვა საქმეზე, ამაზე პრემიერმაც ისაუბრა. თან ამას ერთვება ის, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი რამდენი ცოტა ხნის წინ ისევ გადაიდო, წესის მიღება გადაიდო 2 წლით. რაც აი უკვე რაღაცა ესეთ კონიუნქტურას აჩენს, ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ყველაფერს შეიძლება პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდეს. დიახ, ნინო დღესელოდნენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურაში და როგორც მოსალოდნელი იყო ის არ ჩამოსულა საქართველოში, მან ისაუბრა მიზეზებზეც თუ რატომ არ ჩამოდის. პოლიტიკურ კონტექსტზე არ კითხავ თქვენ ამ შემთხვევაში, რამდენად სწორია მისი გადაწყვეტილება, თუმცა თქვენ ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ, ვინც განცხადება გაავრცელა სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ეჭვები შეიძლება გაჩნდეს. რა არის ეს ეჭვები და ეს ალტერნატიული წინადადება თუ აქარწყლებს თქვენს ამ ეჭვებს? დიახ, იცით რა არის ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, თუ კი არსებობს შეკითხვები, ყველა ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც ვალდებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა ჩვენ გადაცემა დავიწყეთ ასოცირების შეკრების ხელმოწერის თემით და მე ვფიქრობ, არ არის ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ მოაწერს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოეწეროს ხელი და როდესაც ჩნდება გარკვეული, თქვათ, საკითხები, თქვათ, ამ ხელმოწერამდე რამოდენიმე თვით ადრე, რაც იწვევს ჩვენი უცხოელი პარტნიორებში გარკვეულ კითხვებს და ეჭვებს და თუ გავითვალისწინებთ მით უმეტეს უკრაინის გამოცდილება სწორედ მსგავსი პრეცედენტის გამო გაჭიანურდა მათთან ხელშეკრულების ხელმოწერა და შემდეგ რაც მივიღეთ ესეთ დავინახეთ მე უბრალოდ ჩვენი თქვა ამ განცხადების мотиваცია იყო ის რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მაინც თუ კი ესეთი რამ ხდება და გამოძიებისთვის აუცილებელია დაუყოვნებლივ ყოფილი პრეზიდენტი დაიკითხოს ეს უნდა მოხდეს ისე რომ არანაირი შეკითხვა არ უნდა გაჩნდეს პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს. რატომღაც შეიძლება ესეთი აღქმარი, რომ პოლიტიკურად მოტივირებულს თუ შევაფასებთ რაიმე გადაწყვეტილებას, იქ თქვა აუცილებლად უნდა იყოს, რომ udanašaulu ადამიანის, რაღაც udanašaulu ადამიანის პოლიტიკური მოტივით დაბარება. არა, მეც მაქვს შეკითხვები ძალიან ბევრ თქვა საქმესთან დაკავშირებით და პრეზიდენტის როლთან ამ საქმეებში და მეც ძალიან მაინტერესებს გამოძიების შედეგები და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა უნდა მისცეს თქვა ახსნა განმარტება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა ქმნის პოლიტიკურ ელფერს თქვა და რაც აშფოთებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს
და რასაც დღეს თვითონ პროკურატურამაც განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან რომ უცხოელ პარტნიორებში ჩვენს ასე ვთქვათ დასავლეთ პარტნიორებში გამოიწვია გარკვეული შეკითხვები, ისინი ცვლიან თქვათ მიდგომას ამის მიმართ. ანუ რა ქმნის? მაგალითად თქვენ ახსენეთ პრემიერ-მინისტრის განცხადებები. პრემიერ-მინისტრი საერთოდ არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულ ან გაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით და მე რა ვიცი მისმა განცხადებებმა რომ თუ არ ჩამოვა იძულები ჩამოვიყვანთ და ასე შემდეგ უკვე შეძინა პოლიტიკური ერფერი, ანუ დაგვანახა რომ თვითონ პრემიერ-მინისტრი არის დაინტერესებული და ის რაღაცა განიხილავს ამ საკითხებს და აქვს თავისი შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით, მაშინ როდესაც ის სრულიად დისტანცირებული უნდა იყოს საგამოძიებო მოქმედებებისაგან. არის ასევე სხვადასხვა მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ვიდეოს გავრცელება რამოდენიმე დღით ადრე სანამ ეს თემა წამოიწეოდა და სანამ პროკურატურა განაცხადებდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი დაიკითხება. ანუ ეს ვიდეოც ხო დიდი ალბათობით გავრცელდა სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რომ გარკვეული საზოგადოებრივი აზრი შექმნილიყო. ანუ ეს ნიუანსები აფიქრებინებს ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს უსტად რომ ამ გამოძიების მიმართ ეს არ არის წმინდა რაღაც სამართლებრივი გამოძიება, არამედ მთელი სახელმწიფო უწყება, თქვათ, დაინტერესებული ამ სვლელობას რაღაცა ამ გამოძიებას გარკვეული მსვლელობა მიეცეს. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს, როდესაც სასამართლო კი გაცილებით უფრო დამოუკიდებელია ნამდვილად, მაგრამ ის არ არის სრულად დამოუკიდებელი თუნდაც პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ზეგავლენებისაგან, სწორედ აი ამ კონტექსტში, აი ამ დროს და ამ სასამართლოს, ამ საგამოძიებო ორგანოების პირობებში ხდება პრეზიდენტის დაბარება, რომელიც თქვათ არსებობს ასევე რისკი, რომ ის დააკავონ ან დაიჭირონ, ანუ ვერავინ ვერ გამოურიცხავთ, ხო, თუ თქვათ გამოიკვეთა მისი გამოძიება, გამოკვეთა მისი რაღაცა როლი დანაშაულებრივ ქმედებებში, რამდენად წაადგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და დღეს მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლაც რაღაცა გზის გასაყარზე დგას და ჩვენი თქვათ უკრაინული დისტანციური დაკითხვა რას სულის ამ შემთხვევაში? თვითონ ასე ახსნეს მოტივაცია თქვენც ახსენეთ. დისტანციური დაკითხვა მე ვფიქრობ, რომ არის ჩემი ანუ ეხლა პირველადი შეფასებები ჩემი ის იქნება, რომ არის სწორი მიდგომა. ეს სულის იმას, რომ თქვათ მისი დაპატიმრების საკითხი, ანუ დაკითხვის შემდეგ არ დადგება, თქვათ იგივე ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში მახსოვს, რომ მე მოწმის სახით დაიკითხა, ხო? და შემდეგ უკვე წარუდგინეს მას ბრალი და დატოვეს იქ. ანუ თქვათ აქ დაპატიმრების რისკი გამოირიცხა, რაც თქვათ სერიოზულად შეიძლება დადგეს იგივე ევროპის მხრიდან მთელი რიგი შეკითხვები გაჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ ამაზე პრეზიდენტმა უარი არ უნდა განაცხადოს და თუ კი ის მზად არის თანამშრომლობის გამოძიებასთან, ვფიქრობ, რომ მან უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მისცეს საინტერესოა რა კითხვები აქვს გამოძიებას, ხო? თვითონ პრეზიდენტსაც ალბათ უნდა აინტერესებდეს და თუ კი მას არაფერი მისი თანაგუნდელებიდან ყოფილი თანაგუნდელები თვლიან ეს ადამიანები, რომ ამ ყველაფრის ისეთი პოლიტიკური ელფერი აქვს და იმდენ ბუნდოვანია თუ რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რის საფუძველზეც უნდა დაიკითხოს პრეზიდენტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი მე გამიჭირდება ვნახო არგუმენტი პრეზიდენტის მხრიდან, რატომ არ შეიძლება დათანხმდეს თქვა დაკითხვას. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ირაკლიც უნდა შემოვიყვანოთ, მადლობთ ნინო ჩვენ საუბარში, ბატონი ირაკლი. მოგესალმებით, მადლობთ რომ ჩვენი სტუმარი ხართ. თქვენი აზრით უნდა მიიღოს თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ეს ალტერნატიული წინადადება და ზოგადად როგორ შეაფასებთ თქვენ კონტექსტ და ყველაფერს რა პირობებშიც ხდება ყოფილი პრეზიდენტის დაბარება დაკითხვაზე და ამ შემთხვევაში უკვე დინამიკაში რო განვიხილოთ, დღეს უკვე სხვა შეთავაზება გაკეთდა პროკურატურის მხრიდან. კონტექსტზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ პრეზიდენტის დაკითხვა უნდათ. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ბოლომდე ინფორმაცია თუ რატო შეიძლება პრეზიდენტმა თავი აარიდოს დაკითხვას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცნობიც არის, აი როგორც დაფარული ტექსტია თითქოს. თქვათ, მან რამდენიმე პასაჟი თავის ინტერვიუში რუსთავიოს რომ მისცა გააჟღერა, რომ მას ევროპის მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსებმა ურჩიეს, რომ ის საქართველოსთან წასულიყო. ბატონი ბაროზოს უგვარი იქნა დასახელებული. ხო, რომ ის მას საქართველოს დაეტოვებინა, იმიტომ რომ იყო საფრთხე, რომ ესე იგი ის შესაძლებელია დაეპატიმრებინათ დარჩენის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ალბათ გარდა ამ პასაჟისა მისთვის ბევრი ინფორმაცია ისეთი ცნობილი, როგორი ინფორმაციები ჩვენთვის არ არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, მე
მაინც ვფიქრობ, რომ ორი საკითხია, ორი ასე ვთქვათ მხარე აქვს ამ თემას. ერთი ეს არის პოლიტიკური მხარე და ეს აუცილებლად არის პოლიტიკური მხარე და მეორე არის უშუალოდ იურიდიული მხარე. იურიდიულად რა თქმა უნდა, თუ გამოძიებას აქვს პრეზიდენტის მიმართ შეკითხვები, გამოძიებას პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს ამ შეკითხვებს. ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აი მაგალითად ერთი განცხადებაც კი კმარა, რომ დასავლეთისთვის და იგივე ჩვენთვისაც გახდეს კონტექსტით ცნობილი, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჩვენ ყველა შეკითხვისთვის მზად ვართ, რომ დასავლეთს აუხსნათ ეს ყველაფერი. უბრალოდ მთელი რიგი განცხადებები, რომელსაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ აკვირდებიან, არის ის მომენტები, სადაც დასავლეთს რეაქცია აქვს და ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება. იმიტომ რომ თავად აკეთებენ ამ განცხადებებს, პლუს ამას ისინი აკვირდებიან საქართველოს სატელევიზიო გარემოს, სადაც ყველა საინფორმაციო საშუალება იწყება პროკურატურის ახალი საქმეების დაანონსებით, ყველა დღე იწყება ვიღაცის დაჭერით, ვიღაცის დაკითხვაზე დაბარებით და პრაქტიკულად საქართველოში ახალი ამბების მთავარი თემები არის სწორედ პროკურატურის თემები. გარდა ამისა, მთავრობის ხდომებზე არის უშუალოდ საუბარი ზუსტად აი ამ თემებზე, პროკურატურის თემებზე, რატომ უნდა ისაუბროს მთავრობის თემაზე, მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვათ სააკაშვილის მიმართ მოწმეთ დაბარების საკითხებზე, ჩემთვის გაუგებარი, ან საიდან უნდა გააკეთოს ის დასკვნები, რა დასკვნებიც მან ბატონი ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ვიდეოს გამოქვეყნებისას გააკეთა. ანუ ისინი არ აკვირდებიან უბრალოდ იმ მოცემულობებს, რა მოცემულობებშიც ისინი განცხადებას აკეთებენ. შესაბამისად, გამორჩენილი აქვთ ხოლმე და უკვირთ შემდეგ, რატო ჩდება ესეთი აზრები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს აზრები ჩდება სწორედ მათი დამოკიდებულებიდან, იმიტომ რომ თუნდაც როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ესე იგი მე ყველა შეკითხვას გავცემ პასუხს დასავლეთში რო წავალ, ხა როდესაც ისინი და მე ბოლოს ესე იგი გამოდის ესე როგორი რამ რომ არავინ არ დაინტერესდა სააკაშვილის თემითო და არავინ არაფერს არ შემეკითხაო. ეს არის უკვე ძალიან დილეტანტური განცხადება, იმიტომ რომ ისინი არ შეეკითხებოდნენ პრემიერს ამ საკითხებთან დაკავშირებით არაფერს, ვინაიდან პრემიერმა ეს საკითხები არ უნდა იცოდეს დეტალებში, რომ მან რაიმე შეკითხვებს პასუხი გასცეს, იმიტომ რომ ეს არის გამოძიება და დასავლეთში ყველა მიცის ნორმალური პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, რომ ეს თემები არის დაფარული თემები, მანამ სანამ ის არ გასაჯაროვდება სასამართლოს ხდომებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარი არის საქმის წინასწარ გამოძიებაზე, მოწმით დაკითხვაზე და პრემიერი ამით არის საოცრად დაინტერესებული, არავის არ დარჩება ისეთი აზრი, რომ პრემიერი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში არაპოლიტიკური ნიშნით, ასე ვთქვათ, იბარეს. დიახ, თქვენ საუბრობთ იმის შესახებ, თუ რა აჩენს ეჭვებს შემდგომში პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ. დღეს პროკურატურის განცხადება რომ მოვისმინე, მათ ისაუბრეს სწორედ იმაზე, რომ მათ შორის დასავლეთში არის დიდი ინტერესი ამ საქმის მიმართ და ამიტომ აკეთებენ ალტერნატიულ შეთავაზებას. თუ ხსნის თქვენი აზრით ამ შეკითხვებს? ამაზე პრემიერ-მინისტრმა არ უნდა ილაპარაკოს. აქ ტექნიკური საკითხი. პრემიერ-მინისტრი არ არის ის პიროვნება, რომელმაც წინასწარი გამოძიების შედეგები იცის. პრემიერ-მინისტრს შესაძლებელია ჰქონდეს საუბრები თავად პროკურორთან რაღაც საკითხებზე, მაგრამ მას იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ ესე იგი გამოძიების დეტალები იცოდეს და ამაზე ღიად ისაუბროს. თუ თქვა ნებისმიერი პიროვნებით გასაგებია, მე გეუბნებით, გეკითხებით იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს პროკურატურამ განაცხადა. პროკურატურამ როგორ განაცხადა დღეს, მე არ მომისმენია უკაცრავად. მათ შესთავაზეს, რომ დისტანციურად დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეხა სააკაშვილი არ არიდებს თავს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა დააკავოს. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ჩემთვის ინსტიტუცია ძალიან ბევრს ნიშნავს, აი როგორიც არ უნდა იყოს ეს ინსტიტუცია, მაინც მე სახელმწიფოს მხარეს ვარ ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა დისტანციურად ნამდვილად უნდა მისცეს ჩვენება პროკურატურას როგორც მოწმემ, აი ამის შემდეგ ეს ჩვენება რისთვის ჭირდებათ მათ
გამოჩნდება ალბათ. შესაბამისად, კონტექსტის გამოჩნდება მთელი ამ თემის და ეხლა თუ თქვათ ამ დაკითხვის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალი უნდა იქნეს წაყენებული, ამ ბრალს წაუყენებენ მას საქართველოში ყოფნის გარეშე. რამდენად საკმარისია ის განმარტებები, რაც პროკურატურამ გააკეთა, ჩვენ ჩამონათვალი ვნახეთ 10 საქმის, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გამოკვეთილია თუნდაც ახალი გარემოებები გამოძიების შედეგად, რის გამოც უნდა დაიკითხოს ყოფილი პრეზიდენტი, ამას იმიტომ ამბობ, რომ ამ საქმის მიმართ არის, ამ საქმეების მიმართ განსაკუთრებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თორემ გასაგებია, რომ გამოძიებას არ სურს გასაჯაროება. მე არ მგონია, რომ ბეზეკის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი იყოს გამოკვეთილი. იყო იქ ისეთი საქმეები, რომლებიც ეხებოდა სხვა თემებს, თქვათ, რამდენიმე საქმე იყო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უნდათ, ბატონი ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით უნდათ, რაც საზოგადოების მაღალი ინტერესს განეკუთვნება. დანარჩენი საქმეები არ მგონია ესეთი ძალიან მაღალი ინტერესი. თუ განმარტა პროკურატურამ, რატომ არის საჭირო ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა ამის შესახებ თქვენთვის თუ მაგას პროკურატურა ღიად საჯაროდ არ განმარტავს, ზუსტად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ჩაითვალე, ხა როგორც პროფესიონალმა ისე შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში მოქმედებს თავისი განრიგის მიხედვით და ის თulis, რომ სააკაშვილს რაღაც ინფორმაცია მოწმეობა ამას ნიშნავს, რომ ესე იგი მოწმეს უნდა კონდეს ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, გირგვლიანის თემასთან იყო საუბარი, რატო შეიწყალო, მე როგორც ვიცი, პირველად მოხდა ამინისტია შეეხო იმ პირებს, იმ მუხლს, რომელთაც ისინი იყვნენ გასამართლებული და უნდა ვთქვა, რომ ვერც ახლა ვერ უმძიმდებათ მათ ეს მუხლი. აქედან გამომდინარე, შემდეგ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი და სწორედ იმასთან დაკავშირებით მოხდა შეწყალება 3 თუ 4 თვის ვადაში შეიწყალა, როცა გაუნახებდათ დეტალები ამ ხო, დეტალები, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილმა აბსოლუტურად ღიად განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმე ეს არის მისთვის შავი ლაქა მის მოღვაწეობაში და მე ვთვლი, რომ ეს საქმე ძალიან ცუდად წავიდა. არ უთქვამს მას, რომ შეწყალება შეცდომა იყო. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, ცოტა დრო გრჩება სამწუხაროდ. მადლობთ, რომ ჩაგვერთეთ. ნათია, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, თქვენთვის თუ არის ცხადი, რატომ უნდა დაიკითხოს ახლა ამდენ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი ეს-ერთი და როგორ შეაფასებთ ასევე ალტერნატიულ შეთავაზებას, უნდა მიიღოს თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა? ჩემთვის ვერ იქნება ვერანაირად ცხადი, იმიტომ რომ როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, მე ვარ რიგითი მოქალაქე და მე არც უნდა ვიცოდე რა ხდება პროკურატურაში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, საქმის მასალებში რა ხდება და შესაბამისად კიდევ უფრო გასაკვირია, რატომ იციან ეს დეტალები თავშოთ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აი აქ ჩნდება ზუსტად კითხვები, იმიტომ არა იმ გარემოების გამო არა, რომ პროკურატურამ მოინდომა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, მოინდომა, ესე იგი რაღაცა ამისი საბაბი აქვს, ხომ? ალბათ. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისე საუბრობენ, რომ თითქოს მათ ბევრად მეტი დეტალი იციან ამ საქმეების, კონკრეტული საქმეების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეების, ვიდრე მე რიგითმა მოქალაქემ, რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აქ არის ზუსტად პოლიტიკური მოტივი, დარღვევა და აი ამიტომ ჩნდება კითხვები, თორემ ეს არ არის რაღაცა კონკრეტული პირის დაცვის ან მისი მხარის დაჭერის ან რაღაცა მისთვის ცნობილი ან უცნობი ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი და მეორე ეს საქმეები თუ ასეთი მნიშვნელოვანია, ხო, ერთი ადამიანის მოწმის ჩვენებით აპირებს პროკურატურა ამ საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე საქმეების გახსნას? აი მაგალითად ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ თქვა უარი ალტერნატიულ შეთავაზებებზეც. რა ვშვებით მე? ეს საქმეები დარჩება გაუხსნელი, იმიტომ რომ ერთი მოწმის ჩვენება არ იქნა საქმეში ჩაკრული? აი ეს არის კითხვა, რომ ისევ მოწმის ჩვენებებზე ვაგებთ სისხლის სამართლის საქმეებს, როგორც ეს იყო წლების განმავლობაში. და რა შეიცვალა ამ მხრივ მაშინ? ჟვანიას საქმე არის კიდე ერთ-ერთი საქმე, რომელსაც მუდმივად საუბრობენ, რომ არის წინსვლა, თუმცა კადრებში დანახულით როგორ შეიძლება ექსპერტიზამ თუ ვიღაც რიგითმა ადამიანებმა, არაკვალიფიცირებულებმა გააკეთონ დაზიანებებზე რაღაცა დასკვნა, მე ამ სფეროში მიმუშავია საკმაოდ და ვიცი რომ ხა სურათზე და ვიდეოზე შეუძლებელია იქ
ექსპერტიც კი როცა იღებს სურათს, იმას სპეციალური განათება ჭირდება და 1000 რაღაცა, რომ ეს მტკიცებულებად იყოს აღიარებული თავის დროზე, მერე სასამართლოში. როგორ შეიძლება აი რაღაცა ესეთი კუსტარული ჩანაწერის მიხედვით დავასკვნათ რაღაც დაზიანებების არსებობა? ეს არ არის ჩვენი განსახილველი, ეს არის ექსპერტიზის საკითხი და ეს არის საგამოძიებო ორგანოების საკითხი. ეს არ უნდა იყოს ასეთი განხილვა. თქვენი აზრით არ იყო დასაბუთებული ამ შემთხვევაში? იქნება დასაბუთებული, როცა საბოლოო შედეგს მივიღებთ ამ ყველაფრისგან. და არა რაღაცა კადრის დანახვით ტელევიზორში და მადლობთ ნათია ნინო, თქვენ მინდა კითხოთ წინასაარჩევნო კონტექსტში ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჩვენ ვახსენეთ ჩვენი საქმე და ამ საქმეზე დაკავებული ადამიანებიც, სისხლის სამართლის საქმეები ყოფილი თანამდებობის პირების არ არის იშვიათი და წინა ბლოკშიც საუბრობდით მერის თანამშრომლებიც დადიან ახლა დაკითხვებზე, რას ნიშნავს ყველაფერი ეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, აფერხებს თუ არა მას, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჩვეულებრივი რუტინული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ვერ შეწყვეტენ სამართალდამცავი ორგანოები მუშაობას. წინასაარჩევნო პროცესისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი თქვათ ბუნებრივია ამ პრეზიდენტის დაკითხვის მიმართ არის მაღალი ინტერესი და საზოგადოების დარწმუნებული ვართ მნიშვნელოვანი ნაწილს აინტერესებს ეს გამოძიება და ითხოვენ კიდევაც რომ პრეზიდენტი დაიკითხოს ამ საკითხებზე და როდესაც ეს ამ გადაწყვეტილების მიღება ხდება წინასაარჩევნოდ ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ხელისუფლების მიერ სამართალდამცავი ორგანოების თქვათ გამოყენება მათი რაღაცა პოლიტიკური ქულების დასაწერად, ხო? იმიტომ რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს ნამდვილად პროტესტის გრძნobაც და მოთხოვნაც და კითხვები ყოფილი პრეზიდენტის თქვათ როლის მიმართ, სხვადასხვა საკითხების, სხვადასხვა საქმეების მიმართ და როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში, შეიძლება ემსახურებოდეს სწორედ იმ ამომრჩევლის თქვათ გულისმოგებას რომელსაც ესეთი პროტესტის გრძნობა აქვს, თქვათ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. გარდა ამისა, აქვს ამას წინასაარჩევნოდ გარკვეული ზეწოლის ან დაშინების ეფექტიც ალბათ სხვა აქტიური პოლიტიკოსების მიმართ, რომ თუ კი თქვათ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მიუხედავად თქვათ დასავლეთის გარკვეული პროტესტისა, მაინც მის მიმართ გარკვეული საპროცესო ქმედებების განხორციელება, თქვათ ასევე შეიძლება სხვისი აქტიურების კათოლიკეები პრემიერმა ესეც თქვა ამ საკითხის კომენტირების პაპზე მეტად კათოლიკობა არა, უბრალოდ როდესაც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მიმართ არსებობს სამწუხაროდ ჯერ კიდევ შეკითხვები და ის არ არის ბოლომდე თავისუფალი, ბუნებრივია ესეთ პირობებში ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვის მიმართ აუცილებლად გაუჩნდება დასავლეთს ეჭვი. ხა ხშირად აქვთ მაგალითად ის რომ საფრანგეთის სასამართლომაც დაკითხა და სისხლის სამართლის საქმეც იყო ყოფილი სარკოზის ხო, მაგრამ ანუ მე ალბათ ავერც შევადარებ საფრანგეთის სასამართლოს საქართველოს მარცხაჯულებას და ამიტომ არსებობს ეს შეკითხვები და არა იმის გამო რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბარება არ შეიძლება. ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან კარგი პრაქტიკა იყო იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ახლა შაშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მორატორიუმი გამოცხადდა მთელ რიგ საქმეებზე, ანუ პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ კი არ იქნება უკიდურესი აუცილებლობა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ, ის არ დაიწყებს რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს. და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ზოგადად, როდესაც ჩვენ გვინდა რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყოველი არჩევნები კიდევ უფრო პოზიტიურად შეაფასოს, ძალიან კარგი იქნება თუ წინასაარჩევნო პერიოდში მაინც არ დაფიქსირდება ისეთი საქმეები, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს მის პოლიტიკურ мотиваციასთან მიმართებით, ეს ზოგადად გაზრდის ქვეყნის, თქვათ, დემოკრატიის ხარისხს და შეფასებებს ზოგადად ამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა, მადლობთ ნათია, მადლობა მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად იყო. ჩვენი დრო ამოიწურა, ფოკუსი დღეისთვის დასრულებულია და ხვალ დაბრუნდებით ეთერში. გმადლობთ.